პირველი საახალწლო ნაძვისხე საქართველოში 1900 წელს თარიღდება და ის როგორც ჩანს აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში დაიდგა. ქართველმა მკვლევარებმა კუპერების არქივში მიაკვლიეს ფოტოს, რომელზედაც საქართველოში ყველაზე ძველი ნაძვისხის ფოტოა გამოსახული. მანამდე ყველაზე ძველ ნაძვისხედ 1913 წელს დათარიღებული ფოტო მიიჩნეოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. საინტერესოა ის, რომ ნაძვისხის მორთვა სათამაშოებით დაკავშირებულია ქართველ ჯორჯ კობისთან, რომელმაც მთელი ამერიკა დაიპყრო. მან რაჭიდან საკმაოდ დიდი გზა გაიარა და ასე აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მთელი ამერიკა შობას ახალ წელს ნაძვისხეს სწორედ ჯორჯ კობის შექმნილი სათამაშოებით აღნიშნავდა. იმდროინდელ პრესაში ძალიან ბევრგან გვხვდება წარწერა კობი, ეს შობაა. როგორც ჩანს, ქართველი გრიგოლ კობახიძე საშობაო განწყობის შემქმნელად მიიჩნეოდა.